საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, წერს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილში. ამავე განცხადებაში პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რობერტ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე გააკეთა. შუმანის დეკლარაციას საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი. უზრუნველ ეყო, რომ ომს აღარასდროს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო, მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს, ვკითხულობთ წერილში. შალვა პაპუაშვილის წერილს უკვე მოყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში. სიძულვილზე საუბრობთ, სხვისი მხრიდან არის უბრალოდ არაადეკვატური. ევროპა არის ღირებულებითი და ნორმებზე დაფუძნებული ალიანსი და მათთვის მიუღებელია ასეთი ქცევა, ამიტომაც არის, რომ ბოლო წლების მანძილზე ურთიერთობა არ გაუარესებული. თუ ქვეყანაში და მოძალადეები არ დაიჯებიან, თუ რეპრესიული კანონები გამრავლდება და თუ ინვესტიციებიც დაიკლებს და თუ პარტნიორებთან ყველანაირი ბმა გაგვიქრება, რა თქმა უნდა, ქვეყანა დაუბრუნდება ბნელ წარსულს. აღარ იქნება ის ბმა და ის ხიდი, რაც გვაკავშირებს ნათელ მომავალთან. ეს ყველაფერი არის, როგორ ვთქვი, ხმაური, რომელმაც ხელი არ უნდა შეგვიშალოს სურათის დარახვაში. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ბუნებრივი ინტერესი აქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის და თავისუფლების და თავის დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია ყოფნის. ტაქტიკურად, როდის რა სიტყვიან ან რა ჟესტს გააკეთებენ, არსებითად ვერაფერს ვერ შეცდოს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც გადაწყდება მხოლოდ მაშინ, როცა ევროშინის რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. რომ არა ასობით 1000 ქართველი, რომელიც იბრძონდა სამამულო ომში, რომ არა 300,000 ქართველი, რომელიც დაიღუპა სამამულო ომში, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა. და მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწყოში. მნიშვნელოვანი არის, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ხედავთ ჩვენ მომავალ ურთიერთობას. მნიშვნელოვანი არის, რომ შეწყდეს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ. ეს არის მიუღებელი. შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ვინაიდან ესეც არის მიუღებელი და აფერხებს ყველანაირ დიალოგს. და გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ასე ავისი ხარულით იღებს ხოლმე ევროპარლამენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აბა სხვა რა გზა ესახებათ, კონფრონტაციით უნდათ საქართველოს იძულება რაიმეზე. რა თქმა უნდა, გამორიცხული არის ასეთი მიდგომებით, შემდეგ კიდე შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ არიან ევროპული გაერთიანება.